ზარზმობა, რომელიც წმინდა სერაპიონ ზარზმელის სახელს უკავშირდება, ადიგენში განსაკუთრებულად აღინიშნა. სახალხო რელიგიური დღესასწაული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვით დაიწყო. საღვთისმეტყველო ლიტურგია წმინდა სინოდის სამმა წევრმა ერთობლივად აღავლინა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, ახალქალაქის კუმურდოსა და სამხრეთ ამერიკის ქართული სამრევლოების, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიების მიტროპოლიტებმა მრევლი დალოცეს და წმინდა სერაპიონ ზარზმელისა და დღესასწაულის შესახებ ისაუბრეს. ჩვენ მადლობთ უფალს, რომ აი ამ დიდ დღესასწაულს აღნიშნავთ აქ სერაპიონ ზარზმელის მიერ დაარსებულ მონასტერში და სადაც განისვენებს მისი წმინდა ნაწილები. მე შევქვა უფალს, თვითონ ჩვენთაგაც მოგვანიჭოს იმისი ძალა, რომ წმინდა სერაპიონ ზარზმელი ვემსახურებოდეთ უფალს და ვემსახურებოდეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. საღვთისმეტყველო ლიტურგიის შემდეგ დღესასწაულის კულტურული ნაწილი დაიწყო. ღონისძიება სპეციალურად ამ დღისთვის დედაქალაქიდან ჩამოსულმა ანსამბლ ერისიონის ახალმა თაობამ ცეკვა ქართულით გახსნა. რის შემდეგაც სცენაზე ქორეოგრაფიული და სასიმღერო ნომრები წარადგინეს. გარდა ღონისძიებისა დღესასწაულზე ადიგენის სხვადასხვა სოფელში მდებარე ეკლესიებთან არსებულმა ცენტრებმა ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაყიდვა მოაწყეს. ზარზმობისთვის ადიგენის მოსახლეობა მიმდინარე სოფლებიდან და ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ისტუმრა. ევანგელ დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს და აესწროს მრავალს. ზარზმობის წვინვანი დღესასწაულია, მოვდივართ თბილისიდან, ყოველ წელს აღნიშნავთ ამ დღესასწაულს და რა ვიცი, შეგვეციოს ღვთისმშობლის მადლით და გვფარავდეს და გვიცავდეს სრულიად საქართველოს. დღეს არის ზარზმობა, ულოცავ მთლიან რაიონს ამ ლამაზ და ბრწყინვალე დღესასწაულს, მოვდივართ რაიონის კულტურის სახლებიდან ყველანი და პატარა ღონისძიებას ვაწყობთ ხოლმე და ყოველ წელიწადს ვნიშნავთ ამ ლამაზ და ბრწყინვალე დღესასწაულს. ულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს არის ზარზმობა. ყოველწლიურად არის გამოფენები, არის სხვადასხვა სახეობის ცეკვები, სიმღერები, ხალხური თუ კლასიკური და რაც შეეფერება ზარზმობას. სახალხო რელიგიური დღესასწაული ზარზმობა ადიგენში უკვე წლებია იმართება. საბჭოთა პერიოდში მას მხოლოდ სახალხო ზეიმის სახე ჰქონდა. ამ ეტაპზე ყოველწლიურად დღესასწაულს ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობა უწევს. ზარზმობისთვის მიმდინარე წელს ადიგენის ბიუჯეტიდან დაახლოებით 2500 ლარი გამოიყო. ზარზმობა 70-იანი წლებიდან 70-80-იანი წლებიდან იღებს სათავეს ადიგენის რაიონში. ბოლო წლების განმავლობაში შეჩერებული იყო ზარზმობის აღნიშვნა. ჩვენ შარშან აღვადგინეთ, წელსაც ბუნებრივია ვაგრძელებთ. ზარზმობა გარდა იმისა, რომ არის რელიგიური დღესასწაული, არის სახალხო დღესასწაულიც. ფაქტიურად ეს არის ჩვენი რაიონის თუ შეიძლება ითქვას სავიზიტო ბარათი. ამიტომ კიდევ ერთჯერ მინდა ყველას მიულოცო და უსურო წარმატებები. ულოცავ სერაფიმ ზარზმელის ხსენების დღეს ადიგენის რაიონში მაცხოვრებლებს, რეგიონის მაცხოვრებლებს და სრულიად საქართველოს წარმოკლებულებს ამ წმინდანის ლოცვა კურთხევა. ზარზმის მონასტრის დამაარსებლისა და მისი პირველი წინამძღვრის სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე 11 ნოემბერს აღინიშნება. წმინდანი, რომელიც წარმოშობით კლარჯეთიდან იყო, მე-9 საუკუნეში მოღვაწეობდა. ქრისტიანული სწავლების მიხედვით იგი სხვა ბერებთან ერთად სამცხისკენ ეკლესიის ასაგებად წამოვიდა. იმხანად სამცხის დიდი მთავარი გიორგი ჩორჩანელი თვითონ ეწვია სერაპიონს და შემწეობა აღმოუჩინა. მან მონასტრისთვის სამშენებლო მასალა და მიწა გამოყო. მშენებლობა 3 წელიწადში დასრულდა. გიორგი ჩორჩანელმა მონასტერს ჯორსახედრები მისცა და სოფლები შესწირა. მონასტრის ტიპიკონი კი სერაპიონმა დაადგინა. წმინდანი ზარზმის მონასტერში სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. იგი საკურთხევლის აღმოსავლეთით არის დაკრძალული.